მე ვარ ჯორჯიან კრაფტერი. დღეს მე გადავწყვიტე რომ უკვე მზად ვიყავი, ანუ მზად რა მაგის გაკეთებას არანაირი დიდი შრომა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ დღეისთვის უკვე უნდა გამეკეთებინა კაქტუსის ფერმა, რა თქმა უნდა. და ამისთვის მე უნდა წავსულიყავი რა, ანუ დიდ მანძილზე და მომეძებნა კაქტუსები, ან საერთოდ უდაბნოს თუ ვიპოვიდი, თავისთავად უდაბნოში, ანუ დიდ უდაბნოში აუცილებლად იქნებოდა კაქტუსები, რა თქმა უნდა. მოდით, დაგჭირდება იქ მხოლოდ ერთ წერაქვი, მეტი არა. აი ასე, მიწას გქონდეს, ნერგი, არც ქვანახშირი არ დაგჭირდება, ხოლო ხე კი დაგჭირდება. ეს კი ვიდით გავავსეთ, მოდით, ეს ყველაფერი დანარჩენი დაბლად ჩავიტანოთ. არც წინა არ გჭირდება ამჟამად. აი ასე. არც ნერგი და ჩემო მეგობარმა თამაში ჩართო. კაცე დრო უდროს, მაგრამ კარგი, დანარჩენი ნივთები დავიტოვოთ და გავესულოთ შორეული ექსპედიციისკენ. კარგით, ამოვიდეთ და პირველ რიგში დავკრაფტით ნავი, რადგან მოგვიწევს დიდი მანძილის გადაწურვა ძალიან შორს ნავით. კარგით, ნავს ნამდვილად უნდა ნიჭავი. აი ასე. და ნავიც უკვე დავამზადეთ. შეიძლება ვიყავდი. და მოდით აი იქით როგორც იცი არის ზღვა და ამ ზღვის საშუალებით გავწურავ ძალიან შორს. და ნახოთ ის პონას შეძლება. მაინც. აი ასე გავიდეთ. იქით რაღაცა მიწა კი მოჩანს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის უდაბნო. აი ეს ჩავდგა და ბოლოდ. უკვე გავწყვეტ და მგონი ეს უკვე არა. აქ უდაბნო ნამდვილად არ არის. მაგრამ აი ადგილზე მაინც იგავდეს. შეიძლება აი აქ აღმოჩნდეს რამდენიმე ბამბუკი მეთქი კაქტუსი და იმ კაქტუსებს აუცილებლად ავიღებ. ეს ნავის გატეხვის პროცესი საშინლად მეზიზღება. აი ასე და ნავით გავტეხეთ. აი ეს ბამბუკები ავიღოთ. მაინც გამოგვადგება. და არც აი აქაც არ არის ეს დამპალი კაქტუსების პოვნა უდაბნოს გარშე, ანუ შეუძლებელია, რომ მარტო უდაბნოშია კაქტუსები და კაქტუსები, ანუ არც დიდ და საოცარ გამოყენება ნივთს წარმოადგენს, მაგრამ მაინც აუცილებელია მაინკრაფტისთვის ფერის და თავდასხმისთვის. ვისთვის როგორ ხდება. გააჩნია როგორ გამოიყენებს ისე შეიძლება ყველაფრის საჭირო აღმოჩნდეს. ცოტა დრო მოყვა. გოგრა მაინც კარგია. კაქტუსი თუ არა გოგრა ხომ მაინც ვიყავთ. აი ასე. ამ გოგრების ფერმასაც შემდეგში დავაკეთებთ. და მოდით აი იქ გავხსებოთ. აი ასე და გავწუროთ პირდაპირ. აი აქ რაღაცა გამოჩნდა, შეიძლება ეს მიწა იყოს. უკვე მიწა კი გამოჩნდა, მაგრამ ეს არის უბრალოდ სილის კუნძული, სადაც არ არის კაქტუსი. აი ასე. გავწუროთ. მოვაჭრელოთ ნავი. და მოდით აი იქ მხარე არც როგორც შენს აქეთ არ არის არაფერი. ეს უკვე ნერვებით მომსვლელია.
თავს ეძებ და მაინც ვერ პოვა. მეგობრებო, აი სახლში დაბრუნების პროცესს გადავახმევ და როდესაც უკვე სახლში ვიქნებ, დაგიბრუნდებით დროებით. მეგობრებო, აი ეგ როგორც ხედავთ, მივაგენი 4-5 ქათამს და ეხლა მე მჭირდება სიდი, რომ ესენი სახლისკენ წავიყვანო და აი ეს ყველაფერი მოვაწახოთ და იმედია რომელიმეში მაინც იქნება და არის ჩვენიერია. ეხლა მოვაგროვოთ ეს 4-ვე თუ 5-ვე ქათამი ერთად და ნელ-ნელა წავიყვანოთ სახლში და ეს ეს ფერმას უფრო კარგს გახდის. რამდენი ყოფილან და არ ვიცოდი და მესაცოდავად რამოდენიმე ქათამს ძლივს ვამრავლებთ კვერცხები და 1000 უკეთებთ. მოდით ნელ-ნელა ვიაროთ, რომ ქათმები არ ჩამოჩნდნენ და არ დარჩნონ აქ. შემდგომში აი აქ გავაკეთებ პატარა ხიდს ასეთი რაღაცეებისთვის, რაც გამომადგება იმედია. ასევე გავაკეთებ დილიქს ჩემი სახლია სოფლამდე. გადმოცულოს დროს ამტომებინო. დანდა. ამოვედით ნაპირზე და მოდით წავიდეთ. რამდენი ბუშტუკი ყრია? ამოვხსნე. ერთი ამოვხსნა. გამოვყევით, რომ მათაც კონდეთ ამოსული 10. კონი ყველა ამოვიდა. ყველა ამოვიდა მიწაზე და მოდით წავიყვანოთ ეს ქათმები ჩვენს ფერმაში. მედით მოყვებიან, მივდივართ. აქ არის. ატოვანეთ. ბოდიში რას ჩავარდნით. ჩავარდით და ჩავარდნენ გავარდ. ამი ჩავარდით. დიახ. ორი ჩავაგდით უკვე. ეხლა მესამეს უთავაზობთ კიდევ და მეოთხე შეიძლება და ამ მეოთხეს დარჩა მხოლოდ 3 ქათმი. ასე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც არ გადავხოთ აი ამ ქათმებს. შემდეგ პრობლემა არ გაგიხდეს აქედან ამოსვლა. იმედია, რა თქმა უნდა, ეს ქათმები კვერცხებს დადებენ. ეს ამოხდა, რა ჩამოხდა? არ ჩამოხდა. არ გაჩვენე. ისე რა, მაგრამ აი ასე ქათამი ხარ. ესეც ასე და შენც მოდი. არა, რა შენდება? კაი. რა შენდება? ორი მიგაწევით და რიგრიგობით გითხოვაზეთ. გადავაგდეთ. ამოძვერი. ისევ ერთი ქათმი. აი. ეს რა ორი ქათმია არ ჩახტიოთ. აი ასე. ჩავაგდეთ ყველა ქათმი და ჩვენი ფერმა უკვე ძალიან სწრაფად ამუშავდა, რადგან ქათმების რაოდენობამაც იმატა ეს საკათმეში და ცდილას არ მოვარდოთ, მაინც უბრალოდ და ბოლო კვერცხიდან გამოიჩა. ხაერში რატომ არის? ჩავარდა. არ გვაქვს პატარა მაიდან ამოსვლის შანსი. მოისმენ. და ბოლო კვერცხი. არც აქედან გამოგვივიდა არაფერი და მოდით ეხლა შევამოწმოთ ჩვენი ბამბუკის ფერმა.
როგორც ჩანს, აი უკვე ისიც ამუშავდა და ჩვენი ორივე ფერმა სრულებით მუშაობს. ჩემო მეგობრებო, და აი როგორც გითხარით, მე დღეს უნდა მეპოვნა ეს ანუ რა ქვია, კაქტუსი და სამწუხაროდ თქვენც ნახეთ, რომ აი აქ ნამდვილად არ იყო კაქტუსი, რადგან გავედით მოშორებითაც არც ახლო-მახლო არ ჩანს უდაბნო და ამის გამო ვერ ვიპოვეთ ჩვენ კაქტუსი ვერს. მოდით ახლა დავიძინოთ და დაველოდოთ დილას და შევებრძოლოთ მონსტრებს, რომლებიც გაჩნდებიან. ანუ კაქტუსები მაინც ვერ ვიპოვეთ და მოდით მონსტრებს მაინც ვებრძოლოთ. სხვა რაღაც გვჩენია. აი იქ ხედავ ერთ მონსტრს. ბევრია როგორც ჩანს. იარაღი არ მაქვს. კარგი წერა გჭირდება. დამიყარეს რაღაცები. ძვლები, კაკია, ისრებიც კარგი. აი ასე, არც მონსტრები არ არის ცოტა. აი კიდე ერთი. ექსტომბის 20. მოდი აკეთებ. რაბოროტი. ეს ერთი სატყლი კათამი. აუცილებლად ახლა მე მჭირდება ძროხი. ფერმა. რო ტყავი მქონდეს. იმიტომ რომ ტყავი საერთოდ არ მაქვს. ამოყევი კათამი. რანელია. მალე პატარა კათამი. ამოწევი აი აქ. ამოწევი. გოგო კარტო. რაც ხარ, არ გადმოხტე. აქ ვარ, შენთან ვარ. არა. აქეთ არ გადმოხტე, იქით გადახტე. კაი კათამი. ესეც ასე და კვარცხების, ანუ ძალიან დიდი სისწრაფით ივსება ჩვენი სკივი. აი ამ კვარცხებით. ჯანდაბა. მაინც ვუყურებთ და კიდევ ერთი წილი დაემატა ჩვენს. აი, ასე გამოიყურება ჩვენი საკითხი ამჟამად, რომელიც გავაკეთეთ მეოთხე თუ მესამე ეპიზოდში. და ეხლა შეასაჭმელი. მეგობრებო, ანუ ეხლა მე გადავწყვიტე გამეკეთებინა გოგრის ფერმა. ანუ ეს ჯერჯერობით არ იქნება ნამდვილად ავტომატიზირებული, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ ფერმა დროებით. შემდეგ როცა მექნება ასევე ბევრი გოგრები და ბევრი ნივთი, ანუ რაღაცები რაც საჭიროა ყველაფრისთვის. ანუ ხოხტებით რასაც გისმოდა და მე აუცილებლად გავაკეთებ უფრო ავტომატიზირებულს. აუცილებლად ვისწავლი, ვნახავ ინტერნეტშიც, მოვიძიებ ყველანაირ ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ და ვეცდები ყველანაირად რომ გავაკეთო. ეხლა მე ალბათ ვერ ხვდებით რა შემოbrunდი, მაგრამ არ მაქვს ეს რა ქვია მას. მოდით მეგობრებო, ეს ფერმა გავაკეთოთ აი აქ სახლის გვერდით და აი ასე შემოვღობოთ. ანუ ეს შეიძლება ზოგს უცნაურად ეჩვენოს, მაგრამ ძალიან კარგი შემოღობის სტილია. შეიძლება აქ შემოვიდეს კათამი, მაგრამ ნამდვილად ვერ შემოვა მობი. რაც ძალიან კარგია. თავისუფლად შეიძლება გააკეთო ნებისმიერი რამ, დარგან სცენარები, მაგრამ ვერ შეახტევენ შეგნით მონსტრები, მოვები და შემდეგ რაც გინდათ ის ნებისმიერი. იმედია ზელმედი კარი მომრჩა სახლში. თუ არაფერი მაინც დავკრახავს, ანუ არ მქონდა მაინც და აი ასე დავკრახოთ. ასე სამი კარი გვაქვს. ერთი ჩავსვათ აი იქ. აი ასე. მოდით აი ეხლა ეს პატარა
და აი ეს კარგი სტილია მოფიქრების. ანუ ეს ფერმა მე მოვიგონე. ეს სტილის ფერმა. და ფოტოში ძალიან ჭკვიანურია. შუაში რჩება მეტი ადგილი. ხოლო მცენარეები არიან სრულებით მორთული. ანუ არ არიან მშრალგარეთები. აი აქაც და აი აქ ჩავასხოთ წყალს. კიდევ ერთი პაკეტი. კარგით. და ნახოთ სად არის ჩენწლიანი სათლი. მოდით ეს სათლით შევასოთლით. გამოგოდება. სამი ადგილი გვაქვს შესავსები და ძალიან მშია. გონი ის რა ქვია, კვახი გოგრა არ იზრდება უწყლო გარემოში. ერთი, ორი და ესეც სამი. აი ასე მშვენიერია. შემდეგ თავშდაბოლოში დავდგავ წყალს მოთავთ ეს. და ასე დავთესოთ თემიწაზე. იმედია ეს სტიდები. სულ დამოვთ ასე არ გაიწვა ეს. უნდა კონდეს ეს მაგაიზერდოს. აი ასე ერთი აქ, ერთი აქ. და ესეც მოვიხოთ. აი ასე. ანუ აი ასეთი და აი ასე. და ერთი ბლოკი წინ წამოვა და შემდეგ გაიძე. მოდით მეგობრებო, ეს დავტესტოთ. მართლა მაინტერესებს ხან ამდენად. აი ფონილის დახმარებით დავაჩქაროთ გაზრდის პროცესი. გაიზარდა. რა მალე ისწრებს. ამან გაჩ. რატომ არის ხოს ნახობს? კარგი იყოს ასე. იქნებ ეს ასე უნდა რომ ამან სამი სიდი მოცა. ვერ ხვდები რატომ არ იზრდება. მოდით მეგობრებო, ეხლა აი ესე უბრალოდ დავრგავ. სადაც გაიზრდება, თავისთვის გაიზარდოს. არავინ ხელს მას არ შეუშლის და იყოს ასე. ამას ვერაფერი ვერ გადაახტება, ვერ შევა. თუ რა თქმა უნდა ბლოკი არ გადახა. და მოდით ეხლა აი ამოვიღოთ, როგორც ხედავთ. ხმა ისე. ძალიან დიდი სისწრაფით დებენის ქათმები გვერდს. აი ერთი უდადეს ჯერდება ქათამს მოვარ. აგდებენ. მაინც ყოველშაბათში. მოდით მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე დღეს გავაკეთე რამოდენიმე რამ, მაგალითად წავედი შორს და მოძებნე ადგილი, სადაც იქნებოდა კაქტუსები, მაგრამ ეს ჩემი ცდილობა ნახით დასრულდა. იმედია მოგეწონათ ვიდეო და რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი, რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი არხი, ანუ სიტყვის ვიდეოები. და გემშვიდობებით ნახვამდის შემდეგ ვიდეო.